ვისურს თავისი მომავალი იცოდეს? მე მინდა, ჩემი წერია. კარგი. საინტერესოა. თავის ქალა და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მალე რაღაც უსიამოვნო შეხვედრა გელის. უსიამოვნო შეხვედრა? ვისთან? გამარჯობა, გოგოებო, ისევ სურათებით თამაშობ? აი, უსიამოვნო შეხვედრაც, სურათები არ არის, სამკითხაო კარტებია. სისულელია ეგ თქვენი მკითხაობები. ხო და წადი აქედან, ნუ გვაწუხებ. ხო, ჩვენ ჯადოსნურ სესიას აფუჭებ. მომბეზრდა, ფეხბურთის თამაში მინდა. ხო და ბიჭებთან წადი და ფეხბურთი ითამაშე მათთან ერთად. არ შეუძლიათ ბიჭებს, ყველა შინაპატიმრობაშია. რის გამო? რატომ და? მასწავლებლის მანქანას ცუდი სიტყვები დავაწერეთ. მაშინ შენ რატომ არ ხარ დაპატიმრებული? მე გავიქეცი, ისინი კი დაიჭირეს. გაგიმართლა. ასე რომ, ახლა თქვენთან ერთად ვერთობი. ჰეი, რას აკეთებ? ახლა მე გიმკითხავებთ თქვენ. შენ? გვიმკითხავებ? ჩვენ? მარაფრის გაკეთება არ შეგიძლია. ზუსტად, კარტების გაშლას კი არ იცი. რა არის აქ, რაც უნდა ვიცოდე? იღებთ კარტებს, კეცავთ და სურათები ამოგდით. ეგეთი მარტივიც არ არის, ლეო. სცადოს, საინტერესო იქნება მისი ყურება. კარგი, აქეთ. ოპა, საათი. ჯინი, ჩიფსების ჭამა აღარ შეგიძლია. სულები ამბობენ, რომ შენს მეგობარს ლეოს უნდა მისცე. ვაგრძელებთ. ვაუ, კიდევ ერთი სურათი დაემთხვა. კიტი, მთელი წლის განმავლობაში ლეოს საშინაო დავალება უნდა შეუსრულო, თორემ სულები დაგწყევლიან. აქ სასწორია. ამელკა, სულები გეუბნებიან, რომ შენს მეგობარს ახალი გიტარა უნდა აჩუქო. გამოვიცნო? ამ მეგობარს ლეო ჰქვია? და ყველანი ერთად უნდა წახვიდეთ მაღაზიაში და პიცა იყიდოთ. თორემ წყევლად ჩვენ სახლში მოვა. საკმარისია, ლეო, ეგრეც ვიცოდით, რომ გაიხუმრებდი. ყოველ ჯერზე, როცა მაგიით ვართ დაკავებულები, შენ ყველაფერს აფუჭებ. მოსაწყენები ხართ. წავალ, ამ წიგნს წავიკითხავ. მოიცა, ეს ბნელი მაგიის წიგნია. მისი წაკითხვა არ შეიძლება. რატომ? მასში საშიში შელოცვებია. საშიში შელოცვები? ახლა კიდევ უფრო საინტერესოა. არა, კითხაობისთვის მჭირდება. კარგი, არა უშავს. მაინც სისულელია ეგ თქვენი მაგია. ეს ბიჭები ყოველთვის ხოლმე პრობლემებს ქმნიან. ნუ მეტყვი, ჩვენ ხომ მათ ჰობებს არ ვაკრიტიკებთ. მართალია, არასდროს ვითქვამს ცუდი რამ ფეხბურთზე ან ვიდეო თამაშებზე. როდესაც ლეომ პიცა ახსენა, ჭამა მომინდა. ხო, კარგი, მაღაზიაში წავიდეთ და რამე ვიყიდოთ. კარგი. სანამ თქვენ აქ არ იქნებით, მე ბნელ მაგიაზე წავიკითხავ. აქ იმდენი მაგარი შელოცვაა. სამწუხარო რომ ყველა გამოგონილია და არ მუშაობს. ვაუ, როგორ გავხსნათ ჯოჯოხეთის პორტალი. თქვით ფრაზა დემონის ენაზე. აი ისიც. იკა ხა რანტიგოდ რახეთკენ. შელოცვა მიმოქმედა. თუ გოგოები გაიგებენ რაც გავაკეთე, მე დამერხევა. წასვლის დროა, იმედია თავისით დაიხურება. ტყუილად არ ვიყიდეთ პიცა. პიცა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. სალატი ჯობია. სალატს მომზადება უნდა. პიცა კი მაშინვე შეგიძლია, ჭამო. ზარმაცი ნუ იქნები, კიტი. წავიდეთ, სალატი გავაკეთოთ. ლეო, რას აკეთებ? მარაფერს. ყველაფერი დავინახე. ეს ხომ ჩვენი ბნელი მაგიის წიგნია.
კარგი. უბრალოდ სურათების ნახვა მინდოდა. მან სურათები არ არის, მომეცი აქ. იმედია შელოცვები ხმამაღლა არ წაიკითხე. რა თქმა უნდა, არა. კარგი, შემომხედე, იმედი მაქვს არაფერი გააკეთე. სალატს მოგვიანებით გავაკეთებთ. კარგი, გავაგზავნოთ კითხალბა? კარგი. მინდა გავიგო, ჩვენ სკოლაში ბიჭებიდან რომნას მოუწონ ვარ. ახლავე გავარკვევთ. ლეო, ისევ გადაწყვიტე ყველაფერი გაგვიფუჭო? არა, უბრალოდ რაღაცის კითხვა მინდა. კითხე, მაგრამ მალე. კარგი. რა მოხდებოდა დემონების ენაზე შელოცვას თუ წავიკითხავდი? და რატომ კითხულო? ისე, უბრალოდ მაინტერესებს. ჯოჯოხეთის კარიბჭეს გააღებდი და ჩვენი სამყარო დემონებით აივსებოდა, მაგრამ შენ ხომეს არ გააკეთე. არა? არა, არ გამიკეთებია. ძალიან კარგი. მაშინ არაფერია სანერვიულო. ხო, არაფერი. რა მოხდა? არაფერი, ყველაფერი კარგადაა. კარგი. აბა რატომ ხვიროდი? რატომ და? უბრალოდ თაგვი დავინახე. ოპს, სახლში თაგვია? სად? თაგვების სიკვდილივით მეშინია. ნუგეშინია. სახლში თაგვები არ არიან. რწმუნებული ხარ? 100%-ით. მაჩვენე რას მალავ? არაფერს. მაშინ ფანჯრიდან გამოიწიე. არა, არ შეიძლება თქვენთვის იქ ყურება. ახლავე უკან გამოიწიე, თორემ ძალით გამოგცევთ. კარგი, მე გაგაფრთხილე. ერეკ რა არსება? ეს დედაგზელფეხება. საშიში მონსტრი ჯოჯოხეთის სიღრმიდან. მე ის უფრო მაინტერესებს, რას აკეთებს ის ჩვენ სახლში. აქ რა უნდა? მოიცა. ამელკამ ხომ დაამარცხა ის წარსულში? ზუსტად, ვიდეო მაქვს ნანახი არხზე. ის ერთ-ერთი უპდავი დემონია. რამდენჯერაც არ უნდა მოკლა. ადრე თუ გვიან მაინც ბრუნდება. ანუ, როგორც ჩანს, ის ჯოჯოხეთიდან შურისსაძიებლად დაბრუნდა. ლეო, ამის შესახებ რამე იცი? არაფერი გამიკეთებია. არწმუნებული ხარ, რომ აკრძალული შელოცვები არ წაგიკითხავს? რა თქმა უნდა. მოიცა. ეს დემონი უნდა დავაბრუნოთ. მისი ადგილი ეზოში არ არის და სახლში მით უმეტეს. როგორ გავაკეთოთ ეს? წიგნში ყველა დემონის სისუსტე წერია. ახლავე წავიკითხავ. აი, ვიპოვე. ჩვენი დემონი დედაგზელფეხებაა. მისი სისუსტე კი ადამიანის წინდებია. სუნიანი წინდები გინდა რომ ვესროლოთ? არა, ჩვენ მისთვის საჩუქარს გავაკეთებთ. შემდეგ დემონი თავმშვიდდება და თავის სამყაროში დაბრუნდება. და ისე? უბრალოდ რომ მოვკლათ? არა, მერე სხვა დემონები მოვლენ შურისსაძიებლად, ხო? საჩუქარს გავუკეთებთ და მშვიდად წავა. ასე ჯობია. კარგი, როგორც სიტყვით. მაშ ასე, რაც შეიძლება მეტი წინ და შევაგროვოთ. კარგი, საქმე შევუდგეთ. ჩემი საყვარელი წინდები. ეს ყველაფერია, რაც შევაგროვე. კიტი, 3 წინ და რატომ გააქვს? გრძელი ამბავია. ეს საკმარისია იმისთვის, რომ დედაგზელფეხება სახლიდან წავიდეს. ეს ყველა ჯოჯოხეთის დემონისთვის საკმარისი იქნება. მხოლოდ მისი დაძახება და საჩუქრის მიცემება დარჩა. დაძახება საჭირო არ არის, ის თავად მოვა. ო, ხომ ხედავთ, ის აქ არის. სწრაფად, მუხლებზე დაიჩოქეთ. რატომ? წინააღმდეგ შემთხვევაში, დემონი ფეხებს დაგულიჯავს, ეგ მის ფეხებს კიდევ უფრო დააგრძელებს. როგორი საშინელებაა? ო, დიდო დემონო, მიიღე ეს საჩუქარი და დატოვეთ ჩვენი სახლი. როგორც ჩანს, საჩუქარი მოეწონა. შესანიშნავია, ახლა უბრალოდ მის წასვლას დაველოდოთ. მოიცა, ეს ახლა რა იყო? მაგარია, დაინახეთ როგორ აფეთქდა? ლეო, რა ჩაიდინე? რა ჩავიდინე და? ჩემს საყვარელ წინდებში ბომბი ჩავდე. სულ გაგიზდი? ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ყველაფერს მშვიდობიანად გავაგვარებდით. მადლობა მითხარით. ამ მონსტრის გარეშე უკეთესად ვიქნებით. ხო, მაგრამ ახლა შურისსაძიებლად სხვა მონსტრები მოვლენ. ვის რაში სჭირდება? აი ნახავთ, ამ საშინელებას არავინ არ დაიცავს. მეგობრებო, პრობლემა გვაქვს.
ერთდროულად ორ პრობლემას გულისხმობ? ანუ ახლა აქ ორი მონსტრია? აი ხომ ხედავ, ლეო, მე შენ გეუბნებოდი. მეგონა რომ ასე უკეთესი იქნებოდა. ეს ხომ გრიმასი და ჰაგი ვაგია. ჩვენ მათაც შეხვედრილ ვართ. როგორც ჩანს ისინი უკვდავები არიან. იმედია კიდევ ერთი ბომბი გაქვს, ხო? არა, ასეც ვიცოდი. ყველა დემონს აქვს სისუსტე. მოდით, ამ ორის შესახებ წიგნში წავიკითხოთ. კარგი. ვიპოვე პირველი მათგანი. ჰაგი ვაგი, ეს ისა საშიში ხიმილი რომ აქვს? კი, ჰაგი ვაგის გასაძევებლად მას 100 ფუმფულა სათამაშო უნდა აჭუკოთ. მოიცა, ამდენი სათამაშო არ გვაქვს. იმ ყველაფრის მერე, რაც ლეომ გააკეთა, ჩვენ მათ მშვიდობიანად ვერ მოვიშორე. ამელია, რაიმე სხვა გზა არსებობს? კი, მეორე გზას არსებობს. ჰაგი ვაგის გასადევნად მისი ვუდუს თოჯინა დაამზადეთ. ჯინის შეუძლია ასეთი თოჯინის დამზადება. კი, მაგრამ მასალები მჭირდება. ლეო დაგეხმარება მასალების შოვნაში. მაღაზიაში წავა. გინდათ რომ მე ქუჩაში გავიდე, სადაც მონსტრები არიან? საერთოდაც შენი ბრალია რომ ისინი და გაჩნდნენ. რომ დამინახონ და რომ დამიჭირონ? სახლის უკანა კარის მეშვეობით გახვალ. იქ ვერ დაგიჭერენ. და მეორე მონსტრი როგორ უნდა დავამარცხოთ? მეორე მონსტრი გრიმასია. მის დასამარცხებლად შხამიანი მოცვის სასმელი მოამზადეთ. კარგი. შემიძლია მასათის გაკეთება. ყველას გვაქვს დავალება. საქმეს შეუდგეთ. გვერდს ვერაული ამორს. რა უნდა ვქნა? გინდა დაგეხმარო? კარგი. თუ აქედან გავალ, შემჭამენ. მე იდეა მაქვს. ჩვენ შენ შეგნიღბავთ. კარგი. იასამნისფრად გინდა რომ შემნიღბო? კი, მონსტრებს ეგონებათ რომ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ. მოიცა, კარგია. შენი აზრით ეს იმუშავებს? შემოწმების მხოლოდ ერთი გზა არსებობს. წადი. მოიცა. თავს რომ დამესხან? კარგი. ბუნებრივად მოიქეცი. შემიძლია ამის გაკეთება. კარგი, მონსტრი კეთილი ჩანს. ესე იგი, ამელკას შენიღბვა მიმუშავა. გამარჯობა. რა? ერთი სიტყვაც არ მესმის. ამბობს რომ ლამაზი ვარცხნილობა გაქვს. ო, მადლობა, შენს ლამაზით მაგაქვს. და ახლა რა თქვა? კითხულობს, გრიმას შეიქს როდის მიცემენ? გრიმას შეიკი? მაგ საზიზღრობის დალევა როგორ შეუძლია? კი არა და მინდოდა მეთქვა, ძალიან გემრიელი შეიკია. მეც მოუთმენად ველი მის დალევას. კარგი. ახლა უნდა წავიდე. უნდა გავიქცეთ. იმედია ლეო კარგად იქნება. ჩემი სახლში წასვლის დროა. საქმე ცუდადაა. კინაღამ დამიჭირეს. ამელკა, შეგიძლია შეიკის მომზადებაში რომ დამეხმარო? კი. რა თქმა უნდა დაგეხმარები. მილკშეიკის ყველა რეცეპტს გადავხედე, მაგრამ კლიმას შეიკი ვერ ვიპოვე. კარგი. მოიცა. ეს და ეს გჭირდება. კარგი. ესე იგი დაგჭირდება რძე, ნაყინი, ნაღები და მოცვი. გასაგებია. ნაყინი და მოცვი. კარგი, ახლა ავთქვიფოთ. ახლა ჩავასხოთ ჭიკაში. ნაღები და გრიმას შეიკი მზადაა. კარგი, მადლობა, მაგრამ ერთი რამ დაგავიწყდა. რა დამავიწყდა? მონსტრების საწინააღმდეგო შხამი. სპეციალურად გრიმასისთვისაა შექმნილი. თავარია, თავად არ დალიო.
ლეო, არ დაბრუნებულა? თოჯინის დასასრულებლად მასალები მჭირდება. მალე დაბრუნდება. თუ მას გრიმასი არ დაეწია. ასე სწრაფად არასდროს მირბენია. ლეო, მასალები გააქვს? კი, ყველაფერი რაც ვიპოვე. სულ ესა არის იმოპოვებას მოახერხე? მეც ვიყიდდი, მაგრამ გრიმასმა მთელი მაღაზია დაანგრია. გამყიდველი შეჭამა. კარგი, აქ შესავა მისი ძაფებია. შეგეძლო მადლობა გადაგეხადა. რისკს ეწავედი საერთოდ. აბა, გამოდის? კი, აი უკვე დავამთავრე. ვაუ! ზუსტად ისეთივია, როგორც ნამდვილი. ეს რა ხმებია? ესენი მონსტრები არიან, მათ ჩვენ სახლში შემოსვლა უნდა. კარგი, უნდა ვიჩქაროთ. ახლა ორივე მონსტრის წინააღმდეგ იარაღი გვაქვს. მათი მოშორების დროა. როგორც კი შეიქს შეამჩნევს, ისი დალევა მოუნდება. ახლა ტაფა უნდა გავაცხელოთ, რომ ჰაგი-ვაგი მოვიშოროთ. ისინი აქ არიან. გრიმასი მოვიშორეთ, ჰაგი-ვაგის მოშორება გადაგვრჩა. შემიძლია გამოვიდე? კი, ისინი აღარ არიან. მე შიშის გამო სტოკინი ამიღდა, ყველაფერი დამთავრდა. ახლა უსაფრთხოდ ვართ? მოიცა. არა, არ ვართ. ჯერ კიდევ არ ვიცით, საიდან მოვიდნენ. დემონები ასე უბრალოდ აჩნდებიან. გოგოებო, მომისმინეთ. მე თქვენ ახლა რაღაც უნდა გითხრათ. რა არის? გახსოვთ სასურსათო მაღაზიაში რომ წახვედით? გვახსოვს. მოკლედ, მაგიის წიგნი ავიღე და რაღაც შელოცვა წავიკითხე. ლეო, რა გააკეთე? კონკრეტულად რა წაიკითხე? რაღაც დემონებსა და ჯოჯოხეთის პორტალზე. მოიცა. ჯოჯოხეთის პორტალი გააღე? ხო, ჩაღლეო. უკვე გასაგებია, საიდანაც გაჩნდნენ ეს მონსტრები. ბევრჯერ მომიშორებია ეს მონსტრები, მაგრამ ისინი ყოველთვის ბრუნდებიან. მაშასე, სად არის ეს პორტალი? ეზოში, წამოდით, გაჩვენებთ. სად არის? იქით, გამომყევით. ვა, მოიცა. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთის კარიბჭეა. კარგი. ანუ ყველა ეს მონსტრი აქედან გამოვიდა? ამ ხნის განმავლობაში იცოდი და გაჩვენდი? მაპატიეთ, მეგონა გაბრაზდებოდით. რა თქმა უნდა გაუბრაზდებით, მაგრამ მანამდე რომ გეთქვა, შეგვეძლო პორტალი დემონების გამოჩენამდე დაგვეხურა, უფრო მარტივი იქნებოდა. როგორ დავხურო ეს რაღაცა, იცით? რა თქმა უნდა, ციკლში არის დაწერილი. ყურადღებით რომ წაიკითხა, შენც გაიგებდი. რიტუალი უნდა ჩავატაროთ, ჯერ ყველაფერი უნდა შევაგროვოთ, რაც საჭიროა. რა გჭირდებათ? რიტუალისთვის საჭიროა სანთლები და ჯადოსნური კარტები. ეს ადვილია. და ჩვენ გვჭირდება თითოეული დემონის ნაწილი, რომლებიც გავანადგურეთ. ფიქრობთ, მონსტრებისგან რამე დარჩა? მოდით, შევხედოთ. შეხედეთ, ფეხები აუფეთქდა. უფრო სწორად, ტანის ნახევარი. ძალიან კარგი, ეს გამოდგება. ფუ, ეს ამას რძენია. მოიცა, მეც ვიპოვე რაღაცა. რა იპოვე? ჰაგი-ვაგის ბეწვის ნაჭერი. ესეც გამოდგება. საიდან იცით, რომ ეს ჰაგი-ვაგია და არა გრიმასი? გრიმასია სამნისფერი ბეწვი აქვს. ეს კი ლურჯია. კარგი. რჩება გრიმასის ნაწილის პოვნა. შეხედე, აქ მონსტრის ლორწოა. იასამნისფერი, ნამდვილად გრიმასისა. ის ძალიან ლორწოვანია. ახლა კი ყველაფერი მოვაგროვოთ. ახლა ყველაფერი გვაქვს. რიტუალი დავიწყოთ. ყველამ ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს. მე შელოცვას წავიკითხავ. კაიანორი, კაიანორი, კაიანორი. რა არის? ეს პოპიტია და ის ცოცხალია. ალბათ ისიც პორტალიდან გამოვიდა. ყველაზე პატარა დემონი, რაც კი ოდესმე მინახავს. მოიცა, სად გაქრა? მან გრიმასის ლორწო მოიპარა. სასწრაფოდ უნდა დავაბრუნოთ, თორემ რიტუალი არ შესრულდება. მოიცა. მოდი, პოპიტი მოვძებნოთ. ვიპოვე.
როგორც ჩანს, ყველაფერი შეჭამა. ასეთი საზღარი რამის ჭამა როგორ შეგიძლია? მონსტრებს ძალიან უსწაური გემოვნება აქვთ. მაგარია, და ახლა როგორ დავასრულოთ რიტუალი? ეს რა ხმა? როგორც ჩანს, პორტალიდან კიდევ ერთი დემონი გამოვიდა. ო, არა, ოღონდ ეს არა. რა არის? ეს ვინ არის? ვაუ, ეს მონსტრი კიდევ უფრო დიდია. სხვა მონსტრებთან შედარებით უფრო საშიშად გამოიყურება. ეს რანაირი არსებაა და რატომ აქვს მას თავის ნაცვლად სირენა? ეს ჩემი ნომერ პირველი მტერია, სირენის თავა. ი? სირენის თავას შესახებ არასდროს გსმენიათ? მე მსმენია. მე არა, მე ტყვით? შემიძლია ვთქვა, რომ მას თავზე სირენა აქვს და ძალიან საშიშია. ამელკას არხზე ამ მონსტრის შესახებ ბევრი ვიდეოა. შეგიძლიათ გადახედოთ. ძალიან კარგი. მაშინ ამელკა მიცის, როგორ დაამარცხოს იგი. არ ვიცი. რატომ? ყოველ ჯერზე, როდესაც სირენთავა ჩვენ სამყაროში ბრუნდება, ველი იარაღის მიმართ იმუნიტეტს იძენს. მოიცა და მისი სისუსტე როგორ გავიგოთ? გონი ვიპოვე. შეხედეთ. იქ რა არის? ვერაფერს ვხედავ, ვერც მე. მისი სირენა ძველი და ჟანგიანია. ნებისმიერი ელექტრონული მუხტი მას გატეხავს. და შემდეგ სირენის თავა ჯოჯოხეთში დაბრუნდება. ცოტა ხნით, ეს საკმარისია რიტუალის დასასრულებლად და პორტალის დასახურად. უნდა მოვიფიქროთ, რანაირად გავაკეთოთ ეს. კიდევ ვინმე სჭირდება ლურჯი? არა. ლეო, შხამიან გრიმას შეიქს. იმას, რომლითაც ჩვენ მონსტრი მოვწამლეთ? რა თქმა უნდა არა, ეს უბრალოდ კოქტეილია. მე თვითონ გავაკეთე. სირენას თავა ისევ აქ არის? კი, დგას და ჩვენ სახლს უყურებს. მოიცა. ალბათ შიგნით შემოსვლის გზას ეძებს. კარგი, მისი განადგურების გეგმა მაქვს. ეგ რას ნიშნავს? ელექტროსადენების ქვეშ მოვაქცევთ და მის პარალიზებას მოვახდენთ. ცუდი იდეა არა? მეც მაქვს იდეა. შეხედე, ეს სირენას თავაა. ეს ლეოა, ეს ჯინი, ეს ამელია და ეს მე ვარ. წყალს დავასხამთ. ელექტროენერგია გაძლიერდება და ეს მისი დასასრული იქნება. ვიცი, როგორ გავაერთიანოთ ჩვენი იდეები ერთ იდეაში. ეს რა არის? ეს ელექტროყუმბარაა. მოკლედ რომ გითხრათ, 4 წყალს ასხამს და მავთულებით ეს ურტყამს. მაგარია, გონი იმუშავებს. ვფიქრობ, ასეთი იარაღის დამზადება შეგვიძლია. ლეო, შენი დახმარება გჭირდება. ჩემს კოქტეილს დავასრულებ და მოვდივარ. ჰეი, მოიცა. გვინდალია ჩემი კოქტეილი? პატარა მავნებელი. ლეო, წავიდეთ. აი ნახავ, დაგიჭერ. იქნებ შევიდეთ და შევიხედოთ? გოგოებმა თქვენს რომ არ შეგვეწუხებინა ისინი. ფიქრობ რომ ამ რაღაცის გაკეთება მათ შეუძლიათ? ზუსტად, უნდა შეძლონ, თორემ სირენას თავა ყველას შეგჭამს. ეს რა არის? კარგი. როგორც ჩანს, სირენას თავა ჩვენი სახლის დანგრევას ცდილობს. აბა, გამოგივიდათ? კი. ეს ჩვენი გამოგონებაა. მხოლოდ მისი გამოც თაღალყრჩება. აი, უნდა ვიჩქარო, სირენას თავა ძალიან გაბრაზებულია. მიდი, ამელკა, გადააგდე. ჩვენ მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს. თუ ეს არ გამოვა, ჩვენ ბოლო მოგვეღება. იმუშავებს, მე მჯერა. იმუშავა, ის დასრულდა. ეს უკანასკნელი მონსტრი იყო. უკანასკნელი არა. აი, დაგიჭირე, პატარავ. ფუ, ეს რა არის? გრიმასის ლორწო? მანის შეჭამა, მე კი უკან დავაბრუნე. ეს რიტუალისთვის გამოგვადგება. შეხედე, სირენას თავამაც რაღაც დაგვიტოვა. ეს ხომ თავია, სახლში წასვლის და რიტუალის დასრულების დროა. გეთახმები, პორტალი უნდა დავხუროთ, სანამ სხვა არსება გამოვა მისგან. წავედით. დავიწყოთ რიტუალი? მოიცა, ნუ ჩქარო. ჯერ ინგრედიენტები შევამოწმოთ. დედაგზას ფეხებას ფეხები არის. არის. ჰაგივაგის ბეწვი. არის. გრიმასის ლორწო. არის. უკვე მკვდარი პოპიტი. არის. და ბოლო, და მთავარი ინგრედიენტი, სირენჰედის თავია. არის. ყველაფერი არის. შეგვიძლია დავიწყოთ. კაიანორი, 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 კაიანორი. აბა, იმუშავა? ახლა ვნახავ. კი, ჩვენ ეს გამოგვივიდა.
ასე რატომ მიყურე? ბოდიშის მოხდა სველოდები. ვისთვის? მე არაფერი გამიკეთებია. შენ ჯადოსნური ციგნი მოიპარე. ჯოჯოხეთის პორტალი გააღე. ხო და დემონის ხროვა გამოუშვი ჩვენ სახლში. კარგი, მესმის, მაგრამ თქვენი ბრალიცაა. რა? ჩვენ რა შუაში ვართ? თქვენ ეს ბნელი მაგიის წიგნი პირდაპირ სახლში მოიტანეთ. ლეო მართალია, ეს ციგნი ძალიან საშიშია. ჩვენ მარტივი მკითხაობით ვართ დაკავებული და არა შელოცვები. ზოგიერთი მკითხაობა ბნელ მაგიას იყენებს. ზუსტად, ასეთი მაგია ბნელზადებს იზიდავს. და რას გთავაზობ? ეს ციგნი უნდა გადავაგდოთ. სერიოზულად? წინააღმდეგი ვარ. მომხრეებმა აციეთ ხელი. ვინ არის წინააღმდეგი? აციეთ ხელი. ციგნი ნაგავსაყრელისკენ მიეშურება. კარგი, როგორც გინდათ, მეგობრებო, იმედია მოგეწონათ ჩვენი ვიდეო. კომენტარებში დაწერეთ, რომელი მონსტრი მოგეწონათ ყველაზე მეტად. ხოთ, მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ნახვამდის ყველას! მორჩა, ამიერი და ნარანაირი მაგია.